შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობაში მყოფი ბაჩანა ახალაიას საკანში წარმოებული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველი ინტერესდება ხორციელდებოდა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნის საკანში ომბუდსმენის რწმუნებულებთან შეხვედრის აუდიო ჩაწერა. უჩა ნანუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაადგენს, რომ ახალაიასა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრის აუდიო მონიტორინგი ხდებოდა, შესაბამისი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ასე ვართ ჩართულები და მაქსიმალურად მალე გვექნება დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების, სახელმწიფოს რწმუნებულების საუბარი ახალაიასთან იყო, ასე ვთქვათ, მიყურადებული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დადგება შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თანაწერებს, რომელიც გავრცელდა ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად დასადგენია კიდე ამ ვიდეოფირების ავთენტურობა, შეისწავლიან ექსპერტები და ამაზე გაეცემა პასუხი და შესაბამისად სახალხო დამცველიც მიიღებს პასუხს. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საკანში პატიმრისა და სახალხო დამცველის რწმუნებულის თუ ადვოკატის საუბრის ჩაწერა დაუშვებელია. თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, საკანში აუდიო თუ ვიდეო ჩაწერა ახალაიას მოთხოვნითა და ნებართვით ხორციელდებოდა, რაც საჯელახსრულების სამინისტრომაც დაადასტურა. თუმცა თავად ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ვიდეო თვალთვალზე იყო თანახმა. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საკანში აუდიო ჩანაწერის გაკეთება ნიშნავს, რომ ბრალდებულს ადვოკატსა და უფლება დამცველებთან პრივატული საუბრის შესაძლებლობა არ აქვს, ვინაიდან საუბრის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებები მიიღებენ. ერთი არის, რომ თქვა ციხის ადმინისტრაცია აფრთხილებს პატიმარს და შემდეგ ვიდეო თვალთვალს ახორციელებს, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როგორც ბაჩანა ახალაიას შემთხვევა, სადაც ძალიან მაღალი რისკი არის იმისი, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმა მოხდეს, მაგრამ მეორე არის საუბრების ჩაწერა ადვოკატებთან. ეს ნიშნავს, რომ ეს საუბრები პირდაპირ გადაეცემოდა შემდეგ პროკურატურას და სახელმწიფო და საჯელახსრულების სისტემა გამოდიოდა პროკურორის და ბრალდებლის როლში. ეს არის ყოველად მიუღებელი და როგორც ჩანს ხელისუფლება არ ერიდება არც ადვოკატებს, არც დეპუტატებს და არც კიდე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. სახალხო დამცველის და ადვოკატების ჩაწერა, რა თქმა უნდა, არის დაუშვებელი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, იმ ოთახში ბატონ ახალაიას არ უნდა ესაუბრა არც ადვოკატებთან და არც სახალხო დამცველთან. მან იცოდა, რომ ამას იწერდნენ, მან მისი თანხმობით იწერდნენ ამ ყველაფერს და მას ჰქონდა სხვა ოთახი, საშუალება იმისა, რომ სხვა ოთახში ესაუბრა აღნიშნულის თაობას. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 4 ოქტომბერს აუდიო და ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელიც ბაჩანა ახალაიას საკანში მისი და დეპუტატ აკაკი მინაშვილის შეხვედრას ასახავს. ცენტრის ინფორმაციით ეს კადრები 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და მხოლოდ ფრაგმენტია იმ მასალისა, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა. ცენტრში განმარტავენ, რომ წყარო, რომელმაც მათ ეს მასალა გადასცა, ირწმუნება, რომ ახალაიას საკანში აუდიო-ვიდეო ჩაწერა სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტის დროსაც ხდებოდა. საჯელახსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამდებობის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ კადრების გავრცელების დღესვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება.